მაღალო ქალო და მარგო ლუჩკო პრასი პარია ჩემს ბოსტანში პრასი ეიზა არამებედი ყვავილებით ხმას რომ გავიგე მოკლე ხარ რომ ეხლა გამიტყდა მაგრა ვინ თქვა აი მოდი პირში დაგარტყა როლაპარაკობ მომისმინეთ ვარა მარგოზე ადრე გავჭედა 1-0 რაზლიერ გამოძახი აი მესმის გეფიცები ეხლა დამიჭერებენ და ციხეს ჩასწავლენ განაწერეს შენი მიხურა მოხვენი დედაც ოკეი როგორ მათრობ შენი სურნელე მოგესალმებით ჩვენ ვიმყოფებით რესტორან აფხაზეთში და განწყობა გვაქვს იდეალური დასალევი განწყობა ყველასთვის სასურველი გივი პაპავაა ჩემს გვერდზე და ვის გვერდზე უბრალოდ ჩოთიკო ნოზაზე თეთრი მაისურით უკვე გალოთებული რა თომას აქ არის მაგზავა და ძალიან კარგი სტუმრები გველოდებიან შეგნით და შევალთ ახლა როგორც მითხეს უკვე ლუკვა გატეხეს სტუმრებმა და ჩვენს მიუძდებით უკვე სუბრას ხო მიუსწრეთ ამა თომა მოგესალმებით კი არა და აი ჩვენი სტუმრები მეგობრებო უნიჭერესი ლადო კუჭუხიძე და მარგო ლუჩკო და ჩვენ ვართ აფხაზეთში რესტორან აფხაზეთში რომელიც მდებარეობს კოსმონავტების 2 ნომერში როგორ ახართ ძვირფასებო არა ჩვეულებრივად კარგად და ისეთ ადგილას მოვედით სტუმრად რომ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რესტორანი მინდა გითხრათ და ჩვენ თქვენც რა თქმა უნდა ჩემს საყვარლები ადამიანები ხართ თითქმის რა მოხდა ამ რესტორანში ყველაზე ღომი, ელარჯი, კუპატი, ოსტრი, კიდე კაი ჩიხირთ მაქვს. ვაიმე სუფხარჩო? დედა. თავიდან სუფხარჩოთ უნდა დაეწყო. აჯიკა აქვს მაგარი კიდე ვიცი. იქნება ყველაფერი. მეც კმაყოფილი ვარ და ბედნიერი ვარ იმით რომ დღეს თქვენ გვერდით ვარ. რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ყოფილიყავი ახლა მე დღეს, აი ასეთ საზოგადოებას და ხარს რომ დაინახა. როგორ შეიძლება რა? სმელს განსაკუთრებით გივის ეხლა შეხედავ. აქეთ მზე, აქეთ მთვარე, იქეთ კიდე ვარსკვლავი. უკაკიდე აფხაზეთი. ტრადიციულად გივი დალევს არახს. ტრადიციულად გივი იქნება თამადა და ჩვენ მივით ღვინოს, არაჩვეულებრივი ღვინოა და მაშინ მე არ ვსწავლებ და მაშინ მოდი პატარა ჭიქებით დავწერ. ღვინო არის არაყი არის სპეციალურად გივისთვის 12 გრადუსიანი. უხი. გივი შენ ჭაჭა არ გიყვარს საერთოდ? როგორ არა ჭაჭას. მაგის აი ჭაჭა მეც მიყვარს და ხანდახან ვაკეთებ და ხო ეგონა მეკითხა რა როგორ მეგობრობთ სასმელთან თქო რა როგორ გიყვართ დალევა გიწევთ დალევა მოდი დავუჭერ თქვას მე მიწევს დალევა ხშირად მაგრამ ყოველთვის ვცდილობ რომ ზომიერად დავლიო რა აი რამდენი ხერ მაქსიმუმი რა არის შენ 2 ლიტრი 2 ლიტრი და კარგად ხარ კარგად ვარ შეგიძლია მეტის დალიო ნუ მეცაც დავლე მაგრამ შემდეგ არ მომწონს ჩემი თავი რა. პათოლოგიის სიმთვრალე ხო არ გაქვს. მე რაც უფრო მეც დავლე მე ვარ უფრო კბილი შოკოლადი. კბილი და შოკოლადო. ლადო შოკოლადო. მარგო შენ? მე ვარ მილიმეტრაჟიანი. ძალიან, ანუ მე მიყვარს. მინი კუპერები რო არის, ხო? მინი კუპერი არის. აი ეს მალალიტრაშკა რა თუ რა ქვია მაგას. მილი ხო ძალიან ცოტა მჭირდება რომ ვიყო უფრო კარგ ხასიათზე, მაგრამ წინასწარ გითხარით, სანამ აქ მოვედი, მე ცოტა ცუდი სიმთვრალე მაქვს, აი რასაც ქვია სიმთვრალე. ხო და ეგ გვაინტერესებს როგორი სიმთვრალე. არა, ვაფშე არ უნდა გინე. სიმთვრალე მაქვს, თუ შეიძლება დანა და ჩანგალი რო წაიღოთ. სტუმრებს გავუმარჯოს. გავუმარჯოს ლადჩკა, გივი. სასიამოვნო საღამო გაგეტარებინოს ვიფასებო. აბა ჰე. ესე იქნება. ხო და რადგან ქართველებიო პურს არ გატეხავდნენ ისეო რომ უფლის ადგილზელო არ ეთქვათო. ამიტომ თქვათ უფლის ადგილზელო. შენ პირშაკარი და არა მხოლოდ პირ. მადლობა. ეგენაცვალე თავი. აი რა აკლდა ახლა ჩემს სიტყვებს ბოლოს რა. შენ პირშაკარი ეგადა რა. გისვინოს უფალმა და გაგუმარჯოს. ღმერთს გაგუმარჯოს, ჩვენ გაგუმარჯოს. საუბრობთ მადლობა უთხრათ რომ უფლის და ღმერთის ფარველობა გქონოდეს მუდამ. ყველას. ძალიან კარგი. სათრგრძელო იყო. თქვენც ჩვენო მეგობრებო. აუ შეგენაცვალე. მეგრული აჯიკა. მეგრული აჯიკა.
ეხლა კოვზით უნდა შევჭრა. ეგ ხოჭი როგორ უნდა ერთმა ჩემო მეგობარმა აი ესე აიღებ. აი ესე აიღებ და როგორ უნდა გადაუღო მეგობარს იცი? როგორ? მას ხوارია მას ჩადებული. ჰა. ამას ხوار ჩადებული. ჰა, მაჩვენე. ურა ამა დაკრავ ხელ. ოღონდ პირდაპირ თვალში. ოღონდ აი ესე პირდა აი ესე უნდა იყოს. გივიკო შენსკენ. ოპა! 1-0. მეგობარი სახა ცოტა ხიზლად უნდა. 1-0. ოღონდ პირდაპირ აი აქ უნდა გაასწავლო. მანასო გააჩნია. მოულოდნელად მოკლედ, მეგობრებო, ჩვენ ლაპარაკობთ იმაზე, რომ ქართული სუფრა ულამაზესია რა. აი თამადა საქართველოში თამადა ვაფშე სულ სხვა ადამიანი, ვიდრე ჩვენთან გინდ უკრაინაში, რა ვიცი, ბელორუსიაში, რუსეთში და აი კაი კაისიძახი ხა? ანუ იცით რა არის? იგი სხვანაირია. გინახავთ სული თამადა. როგორ არ მინახია, როგორ არა, უი, ბევრი. როცა თამადას არ უსმენენ, უკვე всё, არ არის ეს თამადა რა. აი, всё, არ არის ეს თამადა. ანუ არ აქვს სიტყვა რა. მოკლედ, იცით რა გავმარჯოს მეგობრებო? მეგობრობას. გაუმარჯოს მეგობრობას ნამდვილად კარგი. აი, ჩვენ რო არ ვიყოთ ახლა მეგობრები, ლადო, გივი. ყველა ჩვენ თუ არ ვიქნებოთ მეგობრები, აქეთ მოვიდოდით? არა. არ მოვიდოდით. და საქართველოში ფასდება სამეგობრო წრე, აი როგორც ოჯახის წევრები რა. ჩემთანაც მყავს ძალიან ცოტა მეგობარი მყავს, ძალიან ცოტა, რამდენიმე საუკეთესო მეგობრები, თორე ნაცნობობა აი 5-ზე რო ჩამოთვლი აგერ მაგდენი მეგობრები. კაი, 5 არა, უფრო ნაკლები. ნადია, მაშა, საიდა, სიფორა. 4. ნუ კაი, 5-იც, თორემ მეგობრობას გაუმარჯოს, კარგად ვიყოთ, ბედნიერად. აი ეს იყო. ამა ჩავიწე. აბა, დაგლოცავ, თქვენ მეგობრებს. ნამდვილად კარგი სადენჯეროა. ისა, მაისა, ალავერდივარ. გივისთან. ხო, რადგან მე რადგან პატარა. გივი დაბალი ღობეა. მაისა თამადა მეფე არა. თამადან და შენ საუკეთესო მეგობარს დავლოცავ, აი პირდაპირ უყურებს, ხო, რა თქმა უნდა, პირდაპირ ხო უყურებ ეგრევე და შენი უსაყვარლესი მეგობარი შოტას თამადით, რომელს თამადით, ყველა დანარჩენ შენ საუკეთესო მეგობარს დავლოცავ. ლადო, ჩემი ულამაზესი სახე შენი დანარჩენ ყველა საუკეთესო მეგობარს დავარდეთ. შატიკა გაიხარე. მე ძალიან ბევრი მეგობარი ყავს მეგობრობაზე. კარგია რა. ამაზე ერთი გადაცემა არა. მაგრამ გივისთან იყო ალავერს და გივი გისმის შეგენაცვალე და მე გავაგზავნე. მეგობრობას გაუმარჯოს. მაშინ არ ხო და ისე ჩამოაყალიბე რა შე რო იცი ხოლმე ისე რა. ხო, მე ვიცი მე 4 ჯექის მერე ჩამოყალიბება რა. კაი, მაშინ მე 4 ჯექის მერე ჩამოაყალიბე. მეგობრობას გაუმარჯოს. კადრს იქეთ მეგობრებს გაუმარჯოს კიდე ვინც იქეთ არიან აგერ თომას გვესწრება და ყველა მეგობარს გაუმარჯოს მოკლედ მეგობარი ვისაც ყავს საუკეთესო მეგობარი ყველა მეგობარი არ იქნება რა თქმა უნდა როგორც აი ესე მოგვახსენეს და საუკეთესო ჭკები ვინც გვერდით მდგომ მეგობრებს გენაცვალე გაუმარჯოს საუკეთესო მეგობრობის თამადობით გაუმარჯოს მეგობრობას და ამ დიდ ნიჭიერებას გაუმარჯოს რასაც მეგობრობა ქვია რა ნიჭია კარგი მეგობარი რო იყო მაგას ძალიან კარგი ნიჭი და და უნდა შეგეძლოს რა აი ყველაფერი რა ნიჭი მეგობრობა აუ იცით როგორი მნიშვნელოვანი რაღაცა ეს არის ურთიერთობა უსხო ადამიანთან რომელიც ძალიან ახლო გულთან უნდა მიიყვანო როგორც სიყვარულში მუშაობა სჭირდება, ასე მეგობრობაში სჭირდება მუშაობა. ჩემ შვილს ყავს ონლაინ მეგობრები რა, სხვა ქვეყნებში, რაღაცა ჯგუფი აქვს შექმნილი და საუბრობენ და რაღაცა პრობლემები რო ეკნებათ ვინმე მეგობარს, ანტირის ხარ, ნერვიულობს ხარ, რაღაც ეს მის. ონლაინ საუბრები და რაღაცა არა დრო მოუწევ. ყოველდღე ურთიერთობა აქვს და მე ახლა ალბათ ნუ დღეჯერ 15 წლის არის და მე სულწოვანი რო გახდება მე ალბათ ჩასვლა მომუნდება უღრიჭველია. ხო, რა თქმა უნდა, ჩამოსვლა. ყველაზე კარგი. კარგია. რა არის აი ამ ტექნოლოგიებმა დააპატარავა დედამიწა. მეგობრობას გაუმარჯოს, გენაცვალე, დაგილოცოთ ყველა მეგობრს. მე დავნებად. ორი სადღეგრძელო, ესე იგი დაიწყო გივი სტუმრები დალოცა, უფალიადი და მეგობრები სადღეგრძელო დალია მარგომ და მე რავი, ესე წავიყვან მეც უფრას და ჩვენს ქვეყანას გაუმარჯოს, ჩვენ სამშობლოს გაუმარჯოს, ჩვენ საქართველოს გაუმარჯოს, გამთლიანდეს და გაბწყინდეს და ხათაშორის ის რომ დავიბადე თბილისში არ ნიშნავს რომ ქართველი ვარ? როგორ არა? საქართველოს გაუმარჯოს. გენაცვალე შოთი. ჩვენ საქართველოს მე სხვა შორის დავთვერი რომ ის დალია, ვაფშე შენ რაღაც პასიური. შენ რა პასიური ხარ? გივი, მარგო, უღრმესი მადლობა.
იმისათვის რომ შენ საქართველოს ძალიან გიყვარს. მაგრამ ეს ბუნებრივად მოვიდა შენში. აი თავისით მოვიდა. შეგაყვარა საქართველოს ბუნებამ, საქართველოს ადამიანების ზოგი აღაიბადა, აღაიზარდა და საქართველოს არობა. ხო, ოქრო პატარაა, მაგრამ ძალიან ძვირად ღირებული. ჩვენ უნდა ვიყოთ დედამიწის ოქრო. ბრილიანტი ვიყოთ კიდე. საქართველოს გამოდის. მადლობა ამ სადღეგრძელოსთვის შოთი გენაცვალე. ძალიან მაგარია, შოთ შენ არ ხარ სვაო? მე დავლიე პირველ რიგში. დავლიეთ, მე შეხომ დავლიეთ. მივიდით, ბოლომდე უნდა დავლიეთ მე მგონი საქართველოს საქართველოს აღიზარა ბოლომდე ისმება. აი ლადო. ბოლომდე. წერზე ვსვამ. შეგერგოს ლადო, რაც ლაპარაკობ. კაროჩე ერთ შტიგი მას უძლებს არ ვიცი, ასე ვაკაკუნებდა. მეტი სამჯერ გადავაკარი უკვე. მე გამწავი. ლადო. დრო დადგა რომ ვიმღეროთ, არა. რაღაცა გვაკლია, რაღაცა ლამაზი ხარ. გიმღერის ნანასა. ცხაბას გვიამბობს ჯადარი მე ხელს ასე გავაკეთე და გიტარა ჩავდეთ. ვალერსი თამაშო იჭვებით ნავადარი საქართველო ლამაზო ცხავა საქართველო Bravo, bravo. რატოს ნიჭიერებაზე მინდა ვისაუბრო. Просто ისტერიკა როგორი ნიჭიერია. მაგაც სამი გადაცემა. სადღეგრძელოა, მართლა. მაგას ორ სიტყვაზე განსაკუთრებული უნდა დავლიოთ, ანუ პიროვნების განსხვავებული, ხო, განსაკუთრებული. განსაკუთრებულის კაი არის. მე რატო ვარ ჩუმად იგი, რატო ვარ ჩუმად? მაგრამ თქვენ მოსწორებ ყოველოვნი მაშინ. ვარ ჩემი მოვალეობა მას უბრალოდ. განსხვავებული. არა. ნერვიულობა. ლადოს ნიჭიერებაზე ვისაუბროთ. კი, და სადღეგრძელო მოდის უკვე ლადოზე. მე ვიდა შენ დაიწყო და კაი, მე ლადოზე მინდა მოვიყვათ რა. ანუ მაისადეთ, ერთი წამი როგორი ნიჭიერი ადამიანია და როგორ შეაფასებ ის ნიჭს. ახლა ნახეთ. მარგობი არ ვიცი. მე როგორც და არ ვიცი რამდენი წლები უკვე ვიცი შენ შესაძლოა. ოღონდ იცი როგორ კაია. შეგეთვალა ზუსტად, ну почти. შეგეთვალა უნდა გეთქვა. შეგეთვალა. ძალიან დიდი ხანი ვიცნობ ლადოს, მაგრამ პირველად, ну რა თქმა უნდა, ნახეთ, პირველად რომ ნახეთ ტელევიზიაში. ვანო მერაბიშვილის შოუზე ვანო ჯავახიშვილი იქნებოდა. ვანო მერაბიშვილის შოუზე ნახეთ. არა და ირაკლი ოქროშვილს ვიღავდა მაშინ. ვანო მერაბიშვილის შოუში ნახავდი. ახლა შევა არა. ვანო მერაბიშვილის შოუში ნახა და ერთი და იგივე გვარები. შვილი. კაია. შედის ბიზაშვილის გვარია, ხო? ვანო ჯავახიშვილის შოუში ნახა. იქ გავიცორი საერთოდ არ მახსოვს. რატო გავიცორი? მეგანები თავი გაცვა. სხვა შეკითხვა, სხვა ჩემო მივარდა ყველგან. კარგი იყო. ხერხაში დაგეხმარება იმ. რა შემეშალოს გურები მეტიერება. რა სერიოზულად დავიწყე. მე ვერ დავწყე. აი, ვეღარ მოყვება რა. კაი, მოგრედ. როგორ უნდა შემეშალოს ესეთი გვარები, ხო? მაგარია, მე რა. აი, პროსტა ხალხო, აი, როგორ, რანაირად ერთი და იგივე პაჩტი, მაგრამ ჯავახიშვილი, ივანიშვილი, აი. ჯავახიშვილი, ივანიშვილი. რა აქციაა? უკრაინელი, იმერელია, ჩვეულები. ივანიშვილი საიდან მოვიდა? არ გიხსენებია. და ჯიდა. ვაჯავახიშვილი. მე მგონი შენ ხარ მარგო აგენტი ხარ. გეფიცები ახლა დამიჭერებენ და ციხეს ჩასწრენ. აი დამიჭერებენ. დამიჭერებენ. არავინ არ დაგვიჭერებენ საერთოდ.
მაიცად ეხლა ცრემებს ამოვიღებ და მოვალ. ბატონო ლადო. ბატონო შეხეთ, მამაკაცებთან ვიქნები ალავერდი. რაღაც დაიგარეთ. ვაი, მე ცუდად ვარ ხა გაშენით ეს გადაღება. სამი მამაკაცი გადაყარეთ წყალში. კამერები. ეს ოქროდი კამერები. დღეს ყველა მიფრინოს წყალში. სამი ვაჟკაცი ვზივარ ცუბრასთან და ერთი ადილოსანი ქალბატონი ყავს და ვაი, მე მიშველებ. აი ეგ არის რა, ჯერ ბოლო ხო არ არის? არ მიშლები. ცოტა მერე, მეც ცოტა მერე, ჯერ ადრეა ქალბატონი საფრთხელა რა. აბა ბიჭებო, უპარაჯუ. წავიდა. რა თქვა ვერ გავიგე. მარგოს გამარჯოს. მანდილოსნებს გავუმარჯოს. და ჩემს თამადობით ყველა თქვენ არაჩვეულები მანდილოსნებს რა თქმა უნდა, მე ხვდა წილად ბედნიერება და იღბალი მაქვს იმისა, რომ ამ გადაცემაში მანდილოსანთან ერთად აღმოჩნდი. და სხვათა შორის პირველი თქვენი წინა ორი გადაცემა მანდილოსანი იყო სტუმრად. ნუ наконец-то. მაგას ვაგო, ორი გადაცემა ვნახე, აქამდე და მანდილოსანი არ ყავდა და მე მადლობელი ვარ თქვენი რომ მანდილოსანის მოიწვიეთ დღეს და მანდილოსანთან ერთად მიწევს სუფრას. ეს სულ სხვა რა, ეს სუფრა, როდესაც მანდილოსანია, სულ სხვა რა. მოდის გიტარა, მოდის გიტარა. ყველა არ გასულა ეს ადამიანი კადრს მიღმა, მან მოიტანა ჯადოსნური გიტარა. ინსტრუმენტი. ჯადოსნური ინსტრუმენტი, ჯადოსნური ინსტრუმენტი. რომელიც ცოტა ხანში ესე აკონესდება და გიტარის აკონესება პირველად გავიგე. ამაზი და საყვარელია. ბიჭო, გიტარის აკონესება რანაირად ხოიცი ქალს იმაშვებიან ადარებენ გიტარას. გიტარის აკონესება. გიტარის აკონესება. ავდგე. გიტარას აკონესებს არ გაგიგია? საკმასებს რას ნიშნავს? გასაკონესებია? გიტარის აკონესება პირველად გაიგე? გიტარის აკონესება ჯერ არ. მე კი. სალამუს აკონესება. სალამუს. რას ნიშნავს? სალამუს. გიტარის აკონესება არ გაგიგია? რა დავაი. მანდილოსნებს გავუმარჯოს, მანდილოსნებს, აი ესე შემოვიფარგლები რა, რადგან ლადომ უნდა იმღეროს ახლა. მაგარჯოს და შენი თამადობით ყველა მანდილოსანს გავუმარჯოს. მადლობა, მადლობა, ჩემოწაყვარელო. მადლობა. მაღალო ქალო და მარგო ლუჩკო პრასი პარია ჩემს ბოსტანში პრასი რეიზა მოგიბარია არ მომიპარავს მიპოვნია ეხლა ჩემია პატარა გოგო სიყვარული ოხრაძნელია ძნელია ძნელია ოხრაძნელია პატარა გოგო სიყვარული ოხრაძნელია ძნელია ძნელია ოხრაძნელია პატარა გოგო სიყვარული ოხრაძნელია რიტა დავარა პიდა 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 ტაში უნდა რიტა დავარა პიდა პიდა პატარა გოგო სიყვარული ოხრაძნელია გენაცვალელადომე ბრავო 10-დან 10 ნიჭიერი ხარ უნიჭიერეს ეხლა მე უნდა ვთქვათ ეს არაჩვეულება შემდეგ ის აღეზელო თქვენ ხო დალიეთ ეხლა კალბატონების თქვენი არა მხოლოდ ჩემი თამადობით ყველო კალბატონსო ეხლა მე უნდა ვთქვა მადლობის სამადლობელი აი ის სულ თავიდან ვამბობ რომ არც ერთი კალბატონს არ აქვს მარილი მარტო იყოს მამაკაცთან ერთად ეს მარილი გვაღრია რასაც ქვია მამაკაცთან ერთად ნებისმიერი კალბატონი ისეთი ბედნიერია როგორც აი როგორც არასოდეს რა ოღონდ ის ნამდვილი მამაკაცი აი სულ პატარაში უნდა გაიგოს რა სულ 900-ზე ხარ ჩაეხუტე აი რაღაცა მოუყვათ როცა უყვება ხო ქალი ეს არ ნიშნავს რომ საკვედური ან რაღაც უბრალოდ სჭირდება ქალის აი ხო რა უბრალოდ აი ბოლომდე აუხსნას თუ რა სჭია და ასე შემდეგ თქვენი არაჩვეულებრივი და ულამაზესი დედიკოები გიждდება თქვენზე ხო მისი საუკეთესო შვილი თქვენი ცოლები მეუღლეები საცოლები ხო ვინც ყავს გიждდება თქვენზე იმიტომ რომ აირჩიათ თქვენ რომ მის გვერდით იყოთ დათქვით ეს მომენტით და მადლობა რომ ხართ ასეთი ნამდვილი მამაკაცები ასეთ რთულ ვიტარებაში გენაცვალე მადლობა ახლა იქიდან ვიკრავენ ტაშს
ხო და დიდი დაგრეხილი ყანწი მომცეს რა და რო შემისეს. აი მამაკაცები როგორ მიყვარს ხო ხედავ? შემისეს თქვი ახ სადღეგრძელო რა. დიდი ყანწი იყო და. ხო გადავწია ხა დასალებად. ბიჭო ვიღაცა მადებს უკან ხელს და გამიხედა და არავინ არ არის რა. არავინ არ არის ხო. გავაგზილა ხა და კიდე ვიღაცა მადებს გაშაღირებ. აუჩევი აი. გავიხედე კაცშვილი არ არის. თურმე ბიჭო ეს ყანწი ბიდის ასე და ასე აქ წვეტია. რო გადავწევ მას მაჭის. რომელი ხარ? მოკლე ხარო რომ ეხლა გამიტყდა მაგრა. ვინ თქვა? აი. მოდი პირში დაგარტყა. გაღებელი. ვიდი. სამი და ხელი. ხო მოდი პირში დაგარტყა. რა ქუთაისელი ბიჭია. ხერხემალი აწუხებს რა და ცოტა მოძრაობაში შეზღუდული. ხო და რა შეზღუდულია ხო და ენა მოსწრებულია ძალიან ყველა რაღაც წინადადებას ბოლოს უნდა დააკანცოპოს შუტკით რა ასეთი ტიპია რა გამოსდის ეგ საუკეთესოდ და მეგობრებთან ერთად არის ნუ ბირჟაზე რა ქუჩაში რაღაცა იქედა და ნუ არის ჩაჩოქილი რა ტროტუარი ჩაჩოქილი თუ როგორ თქვა ჩამძარი ჩამოწესკებული ქუთაისი მომდა ადგომა ხერხემალი ხო აწუხებს და ვერ წამოიღო წელი რა გაუჭედა წელმა და ცდილობს ახლა რომ ადგეს წამოვიდა ასე გამოვიდა და გასორდა და ამისონდა და არამებედი ყვავილივით აიღო ანძაროი ცნობი ადამიანი რა გაგვეცი ენაცა და გამომდის ყველაფერი. ხო, ერთი ამბავია რა, რომ ქართველები როგორი სტუმართ მოყვარე ხალხი ვარ და სტუმრის პატივისცემა როგორ მიყვარს. გავიხსენებ აი ჩემი მეგობრის ისტორიას რა, შეიძლება ეს გაჟღერებულიც არის ეს ისტორია, მაგრამ ბევრმა შეიძლება არ იცის. ნუ ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობ და მაშინ 90-იანი წლები 92-ში ჩავაბარე და სმა მიდიოდა მიგ არაღის სმა სვამდით არაღს რაღაცა კარბიდის არაღს ეძახდნენ და რის იყო მართლა არ ვიცი ძალიან იაფად იყიდებოდა ხო და ხანდახან იყო ბედნიერება როდესაც მქონდა ფული ბეყიდა პიკნიკის არაღისა პეჩენია ცეცხლი ეკიდებოდა კაია ხო შეიძლება ახლანდ პეჩენიასაც ეკიდება არ ვიცი არ მეკიდება ხო და თუ ის არ იყო მაშინ მარტო არახსვამდით და ერთხელ გაგვიმართლა ზამთარში დიდი თოვლი იყო და იყო დასაყოლებელი რა მისაყოლებელი თოვლი იყო ხო და ეს ჩემი მეგობარი შევიდა გპ-ში და ბიჭები სვამენ არახს რა და მისაყოლებელი არა აქვთ და დაუძახეს ამას შემოვიდა ახლობელი ახლა და მიიწვიეს სუფრასთან სუფრა რა იყო ახლა ბორდიუთა რაღაცა იქ არაყი მოდი ერთი ჭიქა შეგვისვიო და აიღო ახლა ამ ჭიქა რაღაცა სატეცო გაგიმარჯვეთ ვიჭებო დღევანდელ დღეს გავუმარჯვეთ დაკრავან და ნუ ახლა ელოდება რაღაცას მიაწოდებენ და არა გვაქვს არაფერი დასაყოლებ თოვს ვაყოლებთ ხო
ხო და რაზეა ლაპარაკია და რაზეა ლაპარაკია ამან და წაიღო ხელი თოვლისკენ გესმის უნდა აიღოს და თოვლის ზედაფენას მოკვიდა ხელი გესმის და ბიჭება აპაპაპაპაპ რაზაკეთე ბიჭო შენო და ერთ-ერთმა გადაწია თოვლის ზემოდან და ქვემოდან ქუნქულა თეთრი თოვლი მიაწოდა ეგი დააყოლე აი ეგ არ არის ეგ არ არის ეს ამი რაღაცა ნადევი თოვლი აი შეხედე გაჭირვების დროს აი ძალიან გაჭირვების დროსაც შეიძლება გამოძებნო რაღაცა რომ ადამიანს პატივისცემა და ყურადღება მიიღოს კი ჩვენ სტუმართ მოყარეობას გავამარჯოს რა შეგვძლებოდეს ეს ყველაფერი რა კონდეს აი როგორ იცით ეს აი ქართველები რა მასპინძლობა, ჯერ სუფრა, მერე ცეკვა, მერე გულაობა, მერე თან პახმელია, მერე პახმელის, მერე ისევ სუფრა, მერე ისევ სიმღერა ცეკვა ხო? აი ძა. ლადო, სიმღერა არ უნდა. რა გავამარჯოს ჩვენ სტუმართ მოყარეობას გავამარჯოს. გავამარჯოს. ირგვლივ ლამაზი ფერები ჩემს ხელში შენი ხელები თავი დავგარგე ვეღარა ვერევი ყოველი დღე მიხარია ჩემს გულში შენი დარია შენთან ცხოვრება რა მაგარია go 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 შენთან ცხოვრება რა მაგარია go 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 შენთან ცხოვრება რა მაგარია ირგვლივ ლამაზი ფერები ჩემს ხელში შენი ხელები თავი დავგარგე ვეღარა ვერევი ამაზე კარგი რა გინდა შენთან ერთად ყოფნა მინდა მერე ვიტყვი რომ სიცოცხლე ღირდა go 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 მერე ვიტყვი რომ სიცოცხლე ღირდა დედას ვიცავართ ჩვენ ქართველებად ჩვენი ენა არ ვიცით კარგად. მართლა არ იცით თქვენ? ხო. არ ვიცით, ხო. ჩემი შვილები ახლა ამბობენ მანქანა მაქვს. აბა რა უნდა ქნა? ჩვენ ადრე ვამბობდით მანქანა ყავს. რა ქვია მყავს? მაქვს არის სწორი, ხო. ეს ხო არის? არის სწორი, ხო. ხო და ბიზდუში, ბიზდუში. არის შენი ბოლომდე შენი უნდა ძალიან ბევრი რამ არის, რასაც ჩვენ არ ვამბობთ სწორად. მე კიდე იცი რას ვიტყვი, როგორც გაგისწორდება ისე თქვი რა. მაგრამ თავარი გინება არ გამოვიდეს რა, ეს ხო, თქვი როგორც გაგისწორდება, როგორც ხედავ რა, ეხა აი მე სოლიდარობას გიცხადებ რა და პირდაპირ ვამბობ რომ რა ესე უსწორდება მოგოს ეხა და კარგი თქვენს კარგი გამგონე უნდა ხო ესე ხო ხო ეგრე არის ხო რაღაცა ჩვენ ხო ხდებით ეხა რა სიზა რა ვიცინით რა და ვამბობთ მე მარგოზე არ მაქვს საუბარი მარგო ლაპარაკობს შესანიშნავად საყვარლად ბევრი ქართველი შეედაროს ხო იქ როგორ მნიშვნელოვანი არის ჩემთვის ეს რა სწორად გამართულად ვილაპარაკო ქართულად მაგრამ რამდენი წელია რაც ენას ფლობ მე დავიწყე რეალურად ქართული ენის სწავლა 2014 წლიდან 10 წელი 10 წელი შესანიშნავად ლაპარაკობ პირადად ჩემი აზრი ესეთია მიყვარს მა და მიყვარს ჭამა დენდება გენაცავამდება ჯოთა ჩვენ არ ვიმღეროთ
შენ დაუკრა თუ მე დაუკრა? მოდი მე დაუკრა. და შენ მიხე. ელგან მელანდება. ზევადები ჩახოხბილი, ცხელი შოთის პურები, ხიზი ლალა ჩუჩხელები. ჰევინით სავსე ჯურჯელი. აბა რა? ჯურები. შენგან ჭურჭელის მოსულა და ყველაფერი. უბრალოდ გეცინება რა. ჭურით ხო ჭურჭელია. მაგით ვარ სამადა მიმარჯა. დადება თუ გავდება. შემწვარი და მოხრაკული. სილმარში სამეანდება. ახარაძლიერ. წავიდა. გამოწეხი. აი მესმის ცხოვრება. ამოდი ერთი გიგა. გაგიმარჯა. აი ამ ტიპის ცხოვრება. ზვადები და ჩახახბილი. ცხელი შოთის პურები. ხიზი ლალა ჩუჩხელები. ვირი სავსე ჯურები. რიტამ დავარ პიდაბედირა პიდაბედირა. რიტამ დავარ პიდარებერა პიდარებერა. 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 რიტამ დავარ არა გიცეკე. რიტამ დავარ პიდარებერა პიდარებერა. რიტამ დავარ პიდარებერა პიდარებერა. რიტამ დავარ აუ ლადო გაგეგზელებია რა ხო რა ბიჭო მუხლამდე წვევი მე როგორ გაახლა ქართული ვაშკაცი თუ ვარ დავმალო ქართული როა რა მოწახე ადამიანს просто მაპატიე რა შოთი ძალიან ხვები რომ თავისი თავი აჩვენა მეც მიყვარ უბრალოდ როცა ლადო მიდი ხარ ისეთ მდგომარეობაში ვიყავი ხო ერბე დავდი ამის თქმას მართლა მარგო ძალიან მიყვარ ხარ წავიდა კოცნები კოცნებ მიყვარ ხარ რა მიდი ჩვენ მიდი ხარ ლადო მე ჩვენც მივდივარ ჩვენ ძალიან მიყვარ ხარ მეც მიყვარ ხარ მოდი სიყვარულის სადღეგრძელო არ უნდა თქვათ ისი სადღეგრძელო თქვათ რამდენი კოცნები და ჩახუტების მერე ხო აი ამდენი კოცნების ჩახუტების მერე უნდა ვთქვათ საყვე სიყვარულის სადღეგრძელოა ლადო შენთან ვარ ალავერდი შედის უამრავი სიტყვები ლექციები და რა თქმა უნდა სიმღერები სიყვარულზე და შენ ადამიანი მეუღლე ყავს, ამდენი წლის განმავლობაში შვილები, ამდენი მეგობრები, ამდენი შენი სიყვარული რომ თელ ერს გაქვს. გაგწევთ. თქვენი დედაც. ოკეი. კაი, მოკლედ, ყველა კარგ ადამიანს მადლობა და შენი თამადობით ყველას უსურველ ნამდვილ სიყვარულს. გენაცვალე მადლობა მარგო. წავიდნენ, ხო? კაი, მოდი, ალავერდი, წავიდა. ოპა! ჩვენ სიმალოს გავმარ? გავარჯოს! ჩვენი კეიფი ბოლოსკენ წავიყვანოთ და დასასრულს მე უახლოვდა ბატონო ლადო ვაი რომ მაგრამ არა უშავს და გავაგზავნეთ ამის მერე კაცო მინდა რომ მადლობა უთხრათ რესტორან აფხაზეთს რომელიც მდებარეობს კოსმონავტების 2 ნომერში მას მეზობისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ და დღევანდელ სუფრას რა მოუხდება თუ იცით არა მოდი ეხლა ბატონი ლადოს სიმღერა რომელიც ჯერჯერობით ფლობს მხოლოდ 15 მილიონს 5 თვეში ხო? რაღაცა 15 მილიონი 5 თვეში. მადლობა მაყურებელს და მსვენელს. დიდი რაღაცა არა. 15 მილიონი ბევრი არის, მაგრამ სულ რაღაცა 5 თვეში. მე მაგას ჯერჯერობით 5 თვეში 15 მილიონი. ჯერჯერობით მართლა, იმიტომ რომ გველოდებით ერთ წელიწადში კაკ მინიმუმ 115 მილიონი. რაზეა საუბარი, მარგო? აბა წავიდა ლადო. წავიდა!
შენ რომ შეხვედროდი რამდენი ვიარე მე მთელი ქვეყანა შემოვიარე სულ ცოტა იმედი მაინც დავიტოვე და გიპოვე უარი რომ მითხრა მე ვერ შეგელები როცა შენ გიყურებ თავს ვეღარ ვერები მინდა სიყვარულის ცეცხლში რომ ვიწოდე იცოდე ასე შხიანი რომ ხარ შენი ბრალია გულის კარი რომ გაგიღე ჩემი ბრალია ბაღის ვარდივით მოგივლი შემოფერია ეს სიმღერა მხოლოდ შენია მოდი ვიცეკოთ ერთად კარგად გაშალე ხელი განზე გაბაყრია ლეჩრელი შენი მიხურა მოხურა ამ გულს ეფერება როგორ მათრობ შენი სურნელება მოდი ვიცეკოთ ერთად კარგად გაშალე ხელი განზე გაბაყრია ლეჩრელი შენი მიხურა მოხურა ამ გულს ეფერება როგორ მათრობ შენი სურნელება შენ კიდევ ვიცეკვოთ გთხოვ არ დაიღალო შენთან ახლოს ყოფნით უნდა გავიხარო ლამაზი წუთები ახლა ხომ შენია და ჩემია ასე შხიანი რომ ხარ შენი ბრალია გულის კარი რომ გაგიღე ჩემი ბრალია ბაღის ვარდივით მოგივლი შემოფერია ეს სიმღერა მხოლოდ შენია მოდი ვიცეკოთ ერთად კარგად გაშალე ხელი განზე გაბაყრია ლეჩრელი შენი მიხურა მოხურა ამ გულს ეფერება როგორ მათრობ შენი სურნელება მოდი ვიცეკოთ ერთად კარგად გაშალე ხელი განზე გაბაყრია ლეჩრელი შენი მიხურა მოხურა ამ გულს ეფერება როგორ მათრობ შენი სურნელება Bravo! Marcos, bravo! Ai, este sistema da Rubens Radia. Come lo cantan? Savi, Ori, Oba! მოკლედ დღევანდელ გადაცემას რა დღევანდელ кейპს ვამთავრებთ. პური ჭამას ბიჭები. დღევანდელ პური ჭამას ვამთავრებთ მე და გივი ჩვენ საყვარელ სტუმრებთან ერთად რა. ლადოსთან და მარგოსთან. მარგო, ლადო, დადო. მოკლედ, ლადო და მარგო კარგად შეეწყდნენ ერთმანეთს. იქით ნახე რა ბიჟენია, მიწიე. ჩვენ ვერ შევეწყეთ უბრალოდ რაღაცა. გაიხარეთ ბავშვებო. გემშვიდობებით მომავალ გადაცემამდე. Всё, нахуй.